როგორ უნდა შეძლოს მენეჯერმა ან დამფუძნებელმა ყველას კარგად ყოფნის მიღწევა, როდესაც მათი მოთხოვნები და მოლოდინები ასე მნიშვნელოვნად განსხვავდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ აზროვნების აკადემიაში ისევ მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა ძალიან საინტერესო თემაზე. ეს არის ორგანიზაციული კეთილდღეობა და კონკრეტულად მე მინდა ვისაუბრო სხვადასხვა თაობისთვის რას ნიშნავს და როგორ მიიღწევა ეს ორგანიზაციული კეთილდღეობა. ესე იგი, როდესაც ორგანიზაციულ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება თანამშრომლების კარგად ყოფნა, როგორც ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი დასაყრდენი და ბევრ მენეჯერს და დამფუძნებელს, ვისაც ესმის ამ თემის მნიშვნელობა, აქვს ამოცანა, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხალხი იყოს კარგად და აქედან გამომდინარე ორგანიზაციამ წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ ერთი პრობლემა ისაა, რომ ყველა თაობისთვის და მოგეხსენებათ, რომ ამჟამად X, Y და Z თაობები არიან ორგანიზაციებში. ძირითადად ყველა თაობისთვის ეს ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა რამეს ნიშნავს და სხვადასხვანაირად მიიღწევა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ 24 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში შევხვდეთ და ვისაუბროთ სწორედ ამ თემაზე. დაინტერესდით, დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით.